ლესად რახან ზოგადობა ახსენეთ სავსებით სწორად უნდა შევაფასოთ 4 ოქტომბრი. ქართველი ხალხის უდიდესი ტრიუმფი და გამარჯვება. ასეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მშვიდობიანად რუსთაველის პროსპექტზე, დედაქალაქის ცენტრში. მე ახლა 30 წელია მიტინგებზე ხალხის თვლისმეტი არაფერი გამიკეთებია და ამას ნამდვილად პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ თვითონ ოჯახიდან ერთი დელეგატი მაინც იყო რუსთაველზე და ამან გამოიწვია ისტორიული შედეგები, მეგობრებო. მოხდა რეჟიმის მიერ სპეცოპერაციად დასახელებული ადგილობრივი არჩევნების შედეგთა ნიველირება, გაუქმება, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო არჩევნებმა. ეს პირველი შემთხვევა იყო მრავალტანჯული ქართული საარჩევნო პროცესების ისტორიაში, როდესაც ხალხი გამოვიდა არჩევნების დღეს და ჩაშალა არჩევნების შედეგი, რის გამოც ვერავინ ვერ გაბედა მისი ლეგიტიმურად აღიარება. არც არავინ არ იფიქრა და იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩამოსული ეუთოს თავმჯდომარე გუშინ თბილისში უარი განაცხადა, არ შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანუ ხალხმა ისტორიული როლი შეასრულა იმ საქმეში, რასაც ქვია სამშობლოს დაცვა უზურპატორებისა და ოკუპანტებისაგან. ანექსიონისტებისაგან. ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ამაზე მე ვიმსჯელებთ, ალბათ გადაცემაში გვექნებათ, რომ არ არის ადგილობრივი მოვლენა, ეს ტალღაა დარტყმითი გეოპოლიტიკური იმპერიის ცენტრიდან, მოსკოვიდან, აი იმ ტალღას ებრძვის ხალხი, ეს ტალღა არ არის სუსტი და არ არის ისეთი იოლად ხელწამოსაკრავი, მაგრამ ჩვენი ხალხის გენეტიკური ბუნება ათასწლეულები აწყობილია აი ესე ტალღების წინააღმდეგ ბრძოლაზე და 4 ოქტომბერი იყო ამის უდიდესი დასტური, როდესაც ვიმეორებ ხალხმა ჩაშალა სპეცოპერაციის შედეგები ადგილობრივ არჩევნებად სახელწოდებული და მეორე ამან დაძრა სასანქციო ოდნავ მიძინებული სასანქციო პროცესი ევროპასა და ამერიკაში და ალბათ ხედავთ და კითხულობთ ყოველ დღე სენატორების ჩვენი მეგობარი კონგრესმენების განცხადებებს, რომ მეგობარი აქტი სასწრაფოდ უკვე გადაფარა უკრაინის მოვლენები, ღაზას მოვლენები, სხვა სერიოზული ამასობაში მადაგასკარში ხელისუფლება დაამხეს, პრეზიდენტი გაიქცა და მსოფლიო პრესა ისევ თბილისის ამბებს აშუქებს დღემდე ამის. იმხელა მნიშვნელობის მოვლენა იყო. და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი 2000 კოცის სია, მაღალჩინოსანი კოცის ევროკავშირს მზად აქვს, რომ მათ და მათ ოჯახის წევრებს სამუდამო სავიზო სანქცია დაადოს. ანუ აი ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს ისტორიული საქმე გააკეთა და მე მინდა თქვენის დებატით, ბატონო გიორგი, ქედმოხრით დაჩოქებით მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, იმ ღირსეულ მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნისა, ვინც რუსთაველზე გამოვიდა 4-ში